სხვათა შორის საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა, რამ გაგახსენა არ ვიცი. შემოდატო. საინტერესო ეპიზოდი გაიხსენა ამ ჩვენი დიალოგიდან. ასე მითხრა ზუსტად, კი, ამერიკელებმა ჩაუშვეს ღუზა კავკასიაში, მინიმუმ 50 წელი ისინი აქედან არ წავლენ. მე მეტი სიცოცხლეს არ ვაპირებ, შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და შენ იცი რა და როგორ მოქმედება. ძალიან რთულ ეპოქაში შევედით. მე მგონი დიდი ეპოქა მთავრდება. დიდი სიცრუის ეპოქა მთავრდება. ეგრეთ წოდებული ეროვნული მოძრაობის ტალღა გვასწავლს ჩვენ, რომლებიც მოდიოდნენ დასავლეთის ყვირილით, დასავლეთი იყო ყველაფრის სანიმუშო, დასავლეთი იყო საუკეთესო მაგალითი მსოფლიოში დემოკრატიისა, ადამიანის უფლების დაცვისა, სიტყვის თავისუფლებისა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და იმ თავითვე გაისმოდა მოწოდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა წავსულიყავით ნატოს მიმართულებით. 35 წელიწადი გავიდა თითქმის და ნატო არ შედგა. ვერც ევროკავშირი ვერ შედგა. საქმე ის გახლავთ, რომ იმ თავითვე ასე იყო ჩაფიქრებული. არავის დასავლეთში არასოდეს არ უფიქრია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ნატოს წევრი გავხდებოდით. და არც იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრი გავხდებოდით. მაგრამ გვეუბნებოდნენ, კარები ღიაა. თქვენ აუცილებლად შემოხვალთ. გახსოვთ თქვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტი, სადაც კომუნიკეში ჩაიწერა ასეთი სიტყვები, რომ უკრაინა და საქართველო აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. და ეს შეიფუთა ისე, რომ ეს იყო მაპზე უკეთესი. მაპი არ მოხსეს, მაგრამ ეს პირობა მოხსეს, დაპირება. რა თქმა უნდა, ყალბი, რა თქმა უნდა, არაფრის მთქმელი და არაფრის მომცემი. რატომ? რა უნდოდათ მათ? რატომ გვატყუებდნენ? მათ უნდოდათ, რომ ჩვენ არ გაგვეხედა სხვა მიმართულებით. ჩვენ არ დაგვეწყო სადმე სხვაგან სტრატეგიული პარტნიორის ძებნა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, რუსეთისკენ არ უნდა გაგვეხედა. მათ უნდოდათ, რომ ჩვენ მოწყვეტილი მყოფილიყავით რუსეთისგან, იზოლირებული მყოფილიყავით მისგან და ამისთვის გამოიძლებნა საუკეთესო გადაწყვეტილება და მიგნება, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური წარმონაქმნები ჩვენგან იქნა მოგლეჯილი იმის გამო, რომ რუსეთმა ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობა აღიარა და ამ ტერიტორიებზე ცხოვრები ხალხის. მაგრამ სინამდვილეში ეს იყო ამერიკული სცენარი, ამერიკული ჩანაფიქრი, რომ თუ კი ჩვენ დავკარგავდით ტერიტორიებს, რომლებიც რუსეთის მიმართულებით წავიდოდნენ, ასეთ შემთხვევაში საქართველოსა და რუსეთს შორის საუკუნო მტრობა ჩამოვარდებოდა. და ამ ტერიტორიების გარდა, დაკარგული ტერიტორიების გარდა, რაც არის საქართველო, ეს მუდმივად იქნებოდა მიმმული დასავლეთს. ასე ვიცხოვრეთ ეს 35 წელიწადი ამ სისრუეში, ამ ბოროტებაში, დასავლურ ბოროტებაში, რომელიც ყველაფერს ფუთავს რაღაც არარსებული დემოკრატიის ნიღბით, ფალას-ფულასით და ყიდის ამას ისე, რომ ისინი არიან დემოკრატიის შემოქმედნი, არა მარტო თავიანთ სახელმწიფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და სახელმწიფოებში, ევროპას გულისხმობ, არამედ მთელ მსოფლიოში. მას შემდეგ, რაც უკრაინის პროცესები განვითარდა, ჩვენ დავინახეთ, რომ დაბრძანდება ახლა ბაია და გავაგზავნე მარათონი. ერთი სიტყვით უკრაინაში მოხდა ის, რაც 2008 წელს დაიწყეს საქართველოში
რუსეთის წინააღმდეგ ომის აგორება, მაგრამ აქ არ გამოვიდა, იმიტომ რომ რუსეთმა ეს ამბავი პრაქტიკულად 2 დღეში დაამთავრა. ჩვენი მასშტაბები არ იყო იმას, რისი გაკეთებაც უნდათ უკრაინაში ჩაითრიეს რუსეთი, ასე ვთქვათ, ხანგრძლივ ომში. უკვე 4 წელი მთავრდება აგერ, რაც ეს ომი მიმდინარეობს. მაგრამ შედეგი არ დადგა ის, რაც დასავლეთს ჰქონდა განზრახული. შედეგი არ დადგა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინას მიაყარეს მთელი ძალები, უკრაინას მისცეს არნახული წარმოუდგენელი დაფინანსება და წარმოუდგენელი შეიარაღება. მთელი ნატო და პლუს კიდევ ქვეყნების ჯგუფი უკრაინაში დაუპირისპირდა რუსეთს, მაგრამ დადგა ის შედეგი, რა შედეგიც დადგა. ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად გაემიჯნა ამ საკითხს და მშვიდობის ყოფილის როლი მოირგო. ამით ერთის მხრივ გაექცა იმ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც უკრაინის ტრაგედიის გამო ეკისრება მთლიან დასავლეთს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. გადაბრალდა ეს ცალკეულ პერსონებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბაიდენს და ტრამპი მოგვევლინა როგორც დიდი მშვიდობის ყოფილი. რაც არის, ის არის, იყოს ასე, მთავარია ომი დამთავრდეს. ომი მთავრდება რითი? ომი მთავრდება იმითი, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებული პროექტის მიხედვით ტერიტორიები, რომელიც უკვე გაანთავისუფლა რუსეთმა, ხას უსვამ, გაანთავისუფლა რუსეთმა უკრაინელი ფაშისტებისგან და ნეოფაშისტებისგან და ბანდერელებისა და რაღაცასი უბედურებისგან. ეს ტერიტორიები გადადის რუსეთის შემადგენლობაში და ხდება ამის აღიარება საერთაშორისო საზოგადოების მიერ. გარდა ამისა, უკრაინა ხელს აწერს, რომ ის უარს აცხადებს ნატოს წევრობის აკვიატებულ სურვილზე, რამაც პრაქტიკულად დაუყვა ეს სახელმწიფო. და რაც მთავარია, თვითონ ნატო ჩაწერს თავის წესდებაში ალბათ, რომ უკრაინას არასოდეს არ მიიღებს ნატოს შემადგენლობაში. ეს რა თქმა უნდა ეხება საქართველოსაც, რა თქმა უნდა ეხება, იმიტომ რომ იქ ლაპარაკი არის გაფართოების დამთავრებაზე. ყველაზე დიდი დანაშაული, რაც მოხდა მსოფლიოში, ეს იყო საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ნატოს უკიდეგანო გაფართოება, ამერიკული პროგრამა, რაღაც უსაძაგლესი პროგრამა, რომელსაც მსოფლიო მიყავდა მესამე მსოფლიო ომის მიმართულებით. მადლობა ღმერთს, რომ ესეც უკვე ჩაფლავდა და ჩავარდა. აბსოლუტური საბრიყვეთი, ეგრეთ წოდებული ევროკავშირი. მთლიანად გაშიშვლებულია, თავის სიბინძურეში იხრჩობა და ერთადერთ გამოსავალს მისი გაუბედურებული მდგომარეობიდან ხედავს იმაში, რომ უკრაინაში ომი უნდა გაგრძელდეს. უკრაინელებიც ომის გაგრძელებაში ხედავენ, უკრაინის ხუნტა ომის გაგრძელებაში ხედავს თავის გამოსავალს, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩაფლულია უდიდეს სამხედრო დანაშაულში, მეორე მხრივ ჩაფლულია კორუფციაში, მესამე მხრივ არ აყავთ ლეგიტიმური ხელისუფლება, ეს გარეწარი ზელენსკი ცდილობს, რომ ომის გაგრძელებით გადაირჩინოს თავი და გააგრძელოს კორუფცია. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბატონი ტრამპი, მადლობა ღმერთს, ყველაფერ ამას დაუპირისპირდა და კატეგორიულად მოსთხოვა უკრაინას, რომ ჩაატარონ არჩევნები. არჩევნები, რა თქმა უნდა, ნიშნავს ზელენსკის ჩამოცილებას ხელისუფლებიდან და მისთვის სასამართლოსკენ გადამისამართებას. აი, ასეთი ვითარება გვაქვს ირგვლივ. დაახლოებით, აი ძალიან მოკლედ შევეცადე მეთქვა ის, რაც ხდება. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ეს ყველაფერი ჩემი აზრით, რა თქმა უნდა. არავითარი პრეტენზია არ მაქვს, რომ უკანასკნელი ინსტანციის შეშმარიტებას ვლაპარაკობ, მაგრამ ჩემი აზრით ეს ნიშნავს იმას, რომ ტრამპმა უკვე აღიარა დე იურე თუ არა, დე ფაქტო აღიარა მრავალპოლუსიანი მსოფლიო. ერთპოლუსიანი მსოფლიო, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, ანუ ამერიკული ჰეგემონია დასასრულს მიუახლოვდა.
ამერიკელებს ამის აღიარება, რა თქმა უნდა, არ სურდათ, შესაძლებელი არის ტრამპს არ სურდეს, მაგრამ ის იძულებულია რეალობას გაუწიოს ანგარიში და რუსეთსაც და ჩინეთსაც ელაპარაკოს როგორც ზე სახელმწიფოებს, რომლებსაც ანგარიში უნდა გაუწიოს.